სოციალურს, კლასობრივს, რასობრივს და ასე შემდეგ და გენდერულ თანასწორობას უწოდებს. რაც მე ამბობი ამბობენ რომ ღვთის ხატება თანაბრად აქვს ბოძებული ქალსაც და მამაკაცსაც. შემდგომ იგი თავის ჰომილიაში ადამიანის წარმოშობაზე კიდევ ერთხელ ადასტურებს ქალისა და დღევანდელი ჩვენი ლექცია ეხება ქალის და კაცის თანასწორობის საკითხებს მართლმადიდებლური თეოლოგიური კუთხით. არსებობს მრავალი კითხვები საზოგადოებაში, თვითონ მეცნიერებშიც, პოლიტიკოსების მხრიდან და ასე შემდეგ, რელიგიისადმი, კონკრეტულად ეკლესიისადმი და ეს კითხვები უკავშირდება თუ როგორ არის ქალის და კაცის თანასწორობის საკითხები ეკლესიაში და მართლმადიდებლობაში. დღეს მიზნად ვისახავთ რომ ვუპასუხოთ ამ კითხვებს და წარმოვაჩინოთ თუ რა არის რეალურად პასუხები ამისა და როგორ არის ქალის და კაცის თანასწორობის საკითხი განმარტებული მართლმადიდებელ თეოლოგთა მხრიდან, წმინდა მამათა მიერ და ასე შემდეგ.